დინარაძეს ყოფილა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი, ქარჩევას რაც შეეხება ის საქართველოს ჩემპიონი იყო 3-ჯერ თუ 4-ჯერ. და შარშან უკვე ევროპის ჩემპიონატის ოქროს მოიგო. წელს წელს უკვე გახდა ბაქოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ზუგდიდელი გახდა ქარჩავა და ზესტაფონელი არის დინარაძე. ეს გოგონაც გაგათუდუას ახსაზდელი ასე ვთქვათ. აღზრდილია უკვე. უკვე აღზრდილია. კი. თუმცა ჯერ უფროსებში გადასვლამდე მას აქვს ეს სეზონი და შემდეგ მაგრამ ისეთი ტემპი აქვს აღებული ამ გოგონაც რომ 4 სეზონი აქვს წინ. ლევანდელი გაისათ ისევ გოგონებში, შემდეგ ახალგაზრდებში და 19 წლიდან შეუძლია. დიდებშიც, ახალგაზრდებშიც თავის სიტყვას იტყვის. მაღალი კლასის მოკრივია. ჯერჯერობით ისეთი საკმაოდ ფრთხილი დასაწყისი აქვს. ქარჩავას. არა ზუსტი აფრადატლებს აყენებს. ორი თუ სამი მარჯვენა დროში, სამივეჯერ დაასრომ დინარაძეს და ეს ისეთ შეტევები აი ესე მთავრდება ხოლმე, დაბრუნდება ალბათ დინარაძე. გზად არის, მასაც ჰქონდა 1-2 შედეგიანი დარტყმა. იგივე მოხდება. მათეთ იგივე მოხდა. ეს უკვე აშკარა უპირატესობაა და მე მგონია რომ გააჩერებენ ამ ბრძოლას. ასეც მოხდა. კი ბატონო, ესეა, ესე ზედმეტად კაცრაცაც არ უნდა გამსაჯოთ. ახლა დინარაძე მისი მეტოქი იყო ევროპის ჩემპიონი, აქ მესამე ადგილზე გავიდა ხობელი ნინა ნადარაია. ეხლა შემდეგი სამი წონა არ გაიმართება. 54 კილოში უძველად გახდება ჩემპიონი. ზესტაფონელი მარიტა გაგოშიძე, იმიტომ რომ მისი მეტოქე უნდა ყოფილიყო კარინა დალაქიანი სომეხი. მარიამ ნაკანიც უძველად გახდება ჩემპიონი, იქ ევა გრიგორიანი არ გამოუცხადდება, მესამე ადგილზე 57 კილოგრამში გავიდა ახალქალაქელი ხატია აკოფოვი. ანასტასია ჩოკორაია ჩემპიონი იქნება, აქ მეორე ადგილზე გავიდა იანა გეორგიანი სომხეთი და მესამეზე გავიდა ვიქტორია შენგელია ზუგდიდელი და შემდეგი ბრძოლა არის უკვე 66 კილოგრამში, აქ თმენის წინაშე წარდგებიან საქართველოს ზოგზის ჩემპიონი ლილე ვაჩაძე, ქუთაისელი და ხობელი ანასტასია კუკავა. რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტია, ოღონდ